ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა სფუმატო გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორია აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირი, საერთაშორისო მედია ლაბორატორია სილენდი და არტ-ცენტრი პუშკინსკაიას 10. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ინსტალაცია და პეტერბურგელი მხატვრებისა თუ ფოტოგრაფების ნამუშევრები. როგორც ავტორები ამბობენ, ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი ფოტოგრაფიის ანალოგურ და ციფრულ შესაძლებლობებში. ჩვენ დღეს გამოვფინეთ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. თბილისში ეს არის პირველი გამოფენა და აქ წარმოდგენილია ის ნიმუშები, რომლებიც ბევრ კითხვას ბადებს მნახველში. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი დღე იქნება დასაწყისი ჩვენი სამომავლო ურთიერთობისა. ეს არის ინსტალაცია სახელად სარკის მეხსიერება და ამ ინსტალაციის იდეა არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის ვტოვებთ საკუთარ კვალს. ეს შეიძლება იყოს უხილავიც და ასევე ეს შეიძლება იყოს ხილულიც, რაც იმას მიანიშნებს, რომ ჩვენ აქ ვიყავით. ინსტალაცია იმახსოვრებს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მის წინ გაიარა. შესაბამისად, შემდეგს, ვინც ჩაიხედავს ამ სარკეში, შეუძლია ნახოს ის, ვინც აქ ერთი კვირის წინ იყო. იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვფიქრობ, ჩვენი ნებისმიერი ქმედება არ არის შემთხვევითი და მას თავისი მიზეზი აქვს. ამიტომაც გადავწყვიტე ამ ყველაფრის ვიზუალიზაცია. სფუმატო ეს არის მიმდინარეობა, რომელიც უკვე მრავალი საუკუნეა არსებობს. იგი გამოირჩევა ფერწერულ ნაწარმოებში გამოსახულების მკაფიო კონტურების ერთგვარი შერბილებითა და გაბუნდოვნებით, რითაც სურათზე ნათლად გადმოიცემა განათებისა და სივრცის ეფექტი. სფუმატო იტალიურად ნიშნავს ბურუს და ასე უწოდა ლეონარდო და ვინჩიმ თავის ტექნიკას ფერწერაში, რადგანაც თუ კარგად დავაკვირდებით მის ნამუშევრებს, იქ აშკარად ჩანს, რომ ვითომ ბურუსშია ესა თუ ის სახე თუ ასე ვთქვათ სურათი. ეს გამოფენა არის, მე ვიტყოდი, უახლესი ტექნოლოგიებით, კომპიუტერული და სხვა ელექტრო საშუალებებით შექმნილი, ასე ვთქვათ, სამყარო. ჩემი და ბატონი იულ რიბაკოვის აზრი დაემთხვა ამ შემთხვევაში, რომ კულტურებმა არ უნდა ჩატეხონ ხიდი. კულტურათა გაცვლები უნდა ხდებოდეს ყოველთვის. თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ხილვა მნახველებს 20 ოქტომბრამდე შეეძლება. სამომავლოდ კი ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.